მოგესალმებით ყველას, მეგობრებო, როგორ ხართ და გილოცავთ ახალ წელს. კიდევ ერთხელ, კიდევ ორჯერ, კიდევ სამჯერ დღეს ბედობა არის, ბედობას გილოცავთ, ხო? ახალ წელს ბედობას 2025 წელს ყველაფერს გილოცავთ ერთად. როგორც დაკვირდით 11 საათზე შემოვალ მეთქი გითხარით, მაგრამ 11 საათზე ვერ მოვიცალე, იმიტომ რომ ბატონ პლატონთან ვიყავით ჩართული ლაივში, ძალიან საინტერესო თემაზე საუბრობდა. მე პირადად გარკვეული არ ვიყავი იმ საკითხებში, ახალ ისტორიაში, რაც მოხდა 2000 რა არის 1990 წლიდან 2000 წლამდე, რაც მოხდა და რა უსამართლობებიც მოხდა საქართველოში. ამ საკითხებზე ბატონმა პლატონმა გარკვევით ისაუბრა და ჩართული ვიყავი ლაივში, სხვათა შორის ცოტა რთულია ესე უცბად ინფორმაციის მიღება და გააზრება, ამიტომ ამ ლაივს მე რამდენჯერმე შევხედავ და გავიაზრებ თუ რა მოხდა რეალურად 1990 წლიდან 2000 წლამდე აი ამ გადატრიალებაში, როდესაც ზვიადი და მერაბი პრინციპში სიცოცხლეს გამოასალმეს. რა ძალებმა და როგორ ძალებმა უკვე ნათელია ყველაფერი, რომ რა თქმა უნდა იყო ჩართული ამაში როგორც დასავლეთი, ისე რუსეთი და არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამ საკითხებში არ გავრკვეულ ვართ. ჩემთან როგორც ინფორმაცია მოვიდა, იმ პერიოდში ხალხი გააჩუმეს ტყვიებით და სროლებით, რომლებიც აპროტესტებდნენ ამ საკითხებს, თუ რატომ მოითხოვდნენ გამოძიებას, თუ რატომ მოკლეს ზვიადი, რატომ მოკლეს მერაბი და ასე შემდეგ და ეს საქმეც მიჩუმდა. ჩემი აზრით, საქართველოს ახლო ისტორიას ყველანი უნდა ვიცნობდეთ კარგად და ჩემი აზრით, მე თავად გარკვეული ჯერ არ ვარ ამ საკითხებში მართლაც. თანდათან მოდის ეს ინფორმაციები და ძალიან მწუხვარ ამაზე, რომ ესეთი უსამართლობა მოხდა ჩვენი პირველი პრეზიდენტის თავს. ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხებზეც თუ გსურთ. მაგრამ ეხლა მერისთვის შემოვიდი აქ ლაივში, მეგობრებო. თუ თქვენ, ანუ ჩემი მაყურებელი მოისურვებს, რომ უშუალოდ 1990 წლიდან დაწყებული 2000 წლამდე გამოცდილებები მოყვეს ეთერში, ხომ? ამ თემითაც შემომიერთდით და მე რაც უფრო მეც მოვისმენ ამ თემასთან დაკავშირებით, მით უფრო მეც ვისწავლი, იმიტომ რომ ერთი ის არის, რომ ზვიადგამსახურდეს წერილი არსებობს, რომელიც მიწერა შევარდნაძემ და ერთი პატარა ბროშურა არის, მაგრამ პირადი გამოცდილებებიდან ხალხი, რომელიც ჩართული იყო ამ საკითხში, უფრო კარგად გაგვაცნობს იმ დროს, ვიდრე ჩვენ შეიძლება წავიკითხოთ და რაღაცა ჩვენით გავიგოთ, აზრის გამოვიტანოთ, ხომ? ამიტომ ჩემი აზრით ყველა დაპატიჟებული არის, ვინც გამოცდილია უშუალოდ იმ დროში და მოყვა რეპრესიებში და მოყვა აი ამ საკითხებში, ჩემს ლაივში შემომიერთდით და ვისაუბროთ ამ თემებზე. პირველი არა, თამარ, კანონიერი პრეზიდენტი. ხო, კანონიერი პრეზიდენტი, რომელიც იყო ზვიადი, ხო? მარი ზვიადის გულისხმობ, ხო? ხო, ნუ მოკლედ ერთი სიტყვით, მეგობრებო, მოიცადა ერთი წუთი თორნიკო სოხუმელი წერს, რომ 1993 წლის 6-8 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მოძრაობა და ეროვნულ ქრისტიანული მთავრობა გარბის მთავრობა საბოლოოდ დამარცხდა საქმისადმი მიზნისადმი არასწორი მიდგომის გამო, იმის გამო, რომ ეროვნული მოძრაობა წინა აურატო მირბის ხოლმე რა.
იმის გამო, რომ ეროვნული მოძრაობის წინამძღოლმა ზვიად გამსახურდიამ შეცდომით მოინდომა ქრისტე ღმერთის მიერ გასაკეთებელი საქმის შესრულება. ბუნებრივია დამარცხდა. თქვენი თქვით, აბა რა იქნაო? ის ისე მოიქცა, როგორც ღვთისგან ბედისწერით ერგო და ამის დიდი ქრისტიანული საქმე გააკეთა. ეროვნული მოძრაობის წინამძღოლმა ვერ გაითვალისწინა და ვერ გამოთვალეს. ერთი წუთით გაიქცა და ვეღარ დავეწიე სად არის, ვერ რომ ეროვნული მოძრაობის წინამძღოლმა ზვიად გამსახურდიამ შეცდომით მოინდომა ქრისტე ღმერთის მიერ გასაკეთებელი საქმის შესრულება. ბუნებრივია და დამარცხდა. თქვენი თქვით ალბათ აბა რა იქნაო? ის ისე მოიქცა, როგორც ღვთისგან ბედისწერით ერგო და ამის დიდი ქრისტიანული საქმე გააკეთა. ვერ გავიგე, რატო გარბის? ეროვნული მოიცა ერთი წუთით. ეროვნული მოძრაობის წინამძღოლებმა ვერ გაითვალისწინეს და ვერ გამოთვალეს, რომ ისინი დაეჯახნენ ქრისტეს, სიმართლის მოძულე, უმაღლეს დონეზე ორგანიზებულ ქურდულ ავაზაკურ მაფიურ იდეოლოგიის ინსტიტუტებს, რომლის დამარცხება ხელმწიფება მხოლოდ იესო ქრისტეს შეეძლო. ალბათ, ხო, აკლია ერთი სიტყვა. ურია მასონებმა ხელში ჩაიგდეს წმინდა მარიამ ღვთისმშობლისა და ქრისტეს სამშობლო. თორნიკე, ვერ მივხვდი, ანუ რას დაეტაკა ზვიადი? ანუ ქრისტე ღმერთს რატო დაეტაკა? ვერ მივხვდი რას, იცი, რომ ზვიადიმ რა გააკეთა არასწორად, ხვდები? კი, გასაგებია, რომ ურია მასონებმა ხელში ჩაიგდეს, მაგრამ ზვიადი წინ რატო აღუდგა ქრისტე ღმერთის მისიას ვერ ხვდები. როგორც მე ვიცი, ქრისტეს სიტყვებით და ქრისტიანული სულისკვეთებით მიდიოდა ზვიადი წინ უძღვებოდა საქმეს და ხო, შეიძლება ისევ და ისევ გაურკვევლობა არის და გავარკვიოთ ეს საკითხი. ურია მასონებმა ხელში ჩაიგდეს წმინდა მარიამ ღვთისმშობლისა და ქრისტეს სამშობლო. ძალიან გულსატკენია, მაგრამ ამის შესახებ ურია მასონებმა იცოდნენ, ხოლო ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტამამ არაფერი უწყოდნენ. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები მე განათლებულ შეშლილად მთვლიდნენ. ურია მასონთა იდეოლოგიის მსახურია მიზანია ღვთის სამება, დამწერლობისა და სამება ენის მფლობელი ქართული ჯიშისა და ჯილაგის გაფანტვა და ასიმილაცია მსოფლიოს ხალხებში. თვალები დამეთხარა. შესაბამისად, მათი მიზანია უფლის მამული და საქართველოს საღვთო მისია ჩაანაცვლონ ივრითის მოსახლეობისა და იუდეველური ანტიქრისტიანული რელიგიით. ეს გეგმა მოქმედებაშია და შეწყდება მესამე მსოფლიო ომის შემდეგ. მირიან ქართველი. შენ პირდაპირ მირიან ქართველის სიტყვები გადმო ჩამიგდე, ხო, თორნიკე? იცი რა? არ ვიცი, მე არაფერი არ ვიცი, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა იმ პერიოდში. ერთი ის ვიცი, რომ არეულობა იყო მაშინაც, დღესაც და ყველა დროში არეულობაა და ქაოსია. და უბრალოდ მე ის არ ვიცი, რომ რატომ აბრალებენ ზვიადის, ან აბრალებენ თუ რატომ ამბობენ, რატომ იძახიან ზვიადიზე, რომ ის ქრისტეს შეებრძოლა. მე მაგალითად ვერ დავინახე ეს ზვიადის საქციელებში, რომ ქრისტეს შეებრძოლა, მაგრამ ერთადერთი მე რაც
ჩემ ყურამდე რაც მოვიდა ზვიადიზე, რაც არ მომწონდა მე თვითონ პირადად არის ის, რომ ერების წინააღმდეგ რადიკალურად იყო ნეგატიურად განწყობილი, ესე შეიძლება ვთქვათ? ნეგატიურად განწყობილი კი არა და დაკონკრეტებული, ანუ კონკრეტიზირებული იყო ქართულ ერზე და მართებულადაც, იმიტომ რომ საქართველოში ქართველებს უნდა ყავდეს წამყვანი პოზიცია, მაგრამ ერები, რომლებიც იყვნენ მაგალითად საქართველოს მტრები, ესეთი როგორც არიან სომხები, აზერები და სხვადასხვა რუსები თუნდაც და ასე შემდეგ, მათ მიმართ იყო არადადებითად განწყობილი. არც მე ვარ პოზიტიურად განწყობილი სხვათა შორის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მძულს. ანუ არც ერთი არ მძულს. ყველა ერში ვხედავ დადებითსაც და ნეგატივსაც. ასევე იქნებოდა ალბათ ბატონი ზვიადიც, ხო? არ მგონია, რომ მხოლოდ ნეგატივი დაენახა ამა თუ იმ ერებში. თუმცა დღემდე ასე მოდის ხმა და ასე არის გავრცელებული ხმა, რომ ის ნეგატიურად იყო განწყობილი სხვა ერების მიმართ. მაგრამ შესაძლებელია, რომ შეცდომაში შევიდა ხალხი იმის გამო, რომ ნეგატიურად კი არ იყო განწყობილი, არამედ ანუ ძალიან იცავდა ქართული ერის წინ დგომას. და შემდეგ შესაძლებელია, რომ ხმა გაუგდეს იმისათვის, რომ ის ებრძოდა სხვადასხვა ერებს. მაგრამ რატომ ებრძოდა სხვადასხვა ერებს, თუ კი ის მშვიდობისკენ მოუწოდებდა, ხო? ის არ მოუწოდებდა ომისკენ, ის მოუწოდებდა მშვიდობისკენ. ის მოუწოდებდა, რომ საქართველო უნდა იყოს მთლიანი, საქართველო უნდა იყოს ძლიერი ქართველებით და არა სხვადასხვა ერებით. როგორც ახლა მაგალითად შემოდიან რუსები და ჩვენთან ბატონობა სურთ, ისევე როგორც ფულით, ბიზნესით, ისევე როგორც თავისი სკოლების დაარსება სურთ და ასე შემდეგ. ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ რატო არ უნდა იყოს საქართველოში რუსული სკოლა, მერე რა? დღეს ერთი სკოლა იქნება, ხვალ მეორე, ზეგ მესამე და ზეგ მე-50 და საქართველოს ქართული სკოლები თანდათან დაიკეტება. დარწმუნებული ვარ, ესე იქნება, იმიტომ რომ ჯერ ეგერთიც საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად მცირდება, საქართველოს მოსახლეობას ზღუდავენ საგრძნობლად და საქართველოს მოსახლეობას ხელს არ უწყობენ. ანუ არამც თუ ზღუდავენ, არამედ როდესაც ქართველი მიდის გლეხი და ეუბნება, რომ აი იმ გოგოსი არ იყოს, მთიდან რო იყო, რომ 15 სული ძროხა მე თვითონ ჩემი შრომით მოვაშენეო და რომ მივედი დასახმარებლად სახელმწიფოში ესე მითხრეს, რომ წადი პომადა წაისვიო და ვინმეს გაეპრანჭეო, რა გინდაო მაგ ძროხებთანო. წარმოგიდგენიათ საქართველოს მოსახლეებს, მიუხედავად ისე, რომ მონდომებულია გლეხი, ხელს არ უწყობენ, დასცინიან და ამას ხარავებენ. ვინები? ქართველები არიან ესენი, ვინც აკეთებენ ამას? არა მგონია, რომ ესენი ქართველები იყვნენ. ასეთი სულისკვეთების ადამიანები, რომელიც გლეხს დასცინის, იმაში ქართული სულისკვეთება არ არის, მეგობრებო. იმაში არის ურიული სულისკვეთება, ურია და ხაზარი. იცოდეთ რა? და ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ თქვენი თავი გამოიჭიროთ, თუ კი თქვენ გლეხს დასცინით, რომ თქვენ ხართ ურია, ან ხაზარი და გადაკეთებული გვარი გაქვთ უბრალოდ და გონიათ თავი ქართველი. მე პირადად რაც მომწონდა ბატონი, რაც ჩემამდე მოვიდა ყურამდე, რაც მომწონდა ბატონი ჟიადის, არის ის, რომ დადიოდა, ხალხს აქცევდა ყურადღებას და შრომობდა, აკეთებდა საქმეს. ისე კი არ აკეთებდა, როგორც ახლა მოვიდა ჩვენი პრეზიდენტი 1, 2, 3 და 5,000 სახლი აიშენა საზღვარგარეთ ჩვენს ხარჯებზე და საქართველოს მიწების გაყიდვის ხარჯებზე. გესმით? ამას არ აკეთებდა. მაგრამ არ აწყობდა ეს რუსეთს. რა თქმა უნდა, არ აწყობდა რუსეთს. რატო უნდა აწყობდეს რუსეთს, როცა შენი დაპყრობა სურს და აგერ მოდის კაცი, რომ გეუბნება, თიც გიქნევს. შენ აქედან დავაი და ახვიე რა. ეს ჩემი მიწაა, ხო? მოიცა ერთი წუთი რუსეთი იტყვის.
მოვაცილოთ ეს კაცი. ხო, დღესაც ეგრე იქნება. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი დამერწმუნეთ რა მეგობრებო რა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოინდომებს ზვიადის სახელით მოვიდეს და ზვიადის ჯგუფი აღადგინოს, ეგრევე მოვა ზვიადი რა არის კაცო? რუსეთი გაანადგურებს. ამიტომ მე პირადად ვფიქრობ, ხერხი ჯობია ღონესა ასევე თამარ გეთანხმები თამარ შენც. ხერხი ჯობია ღონესა. რა ხერხი ჯობია ღონესა? რა ხერხი ჯობია ღონესა? აი ეს არის კითხვა, რომელიც დავსვი. მე პირადად, ხო? აი ნახეთ როგორ მივდივარ საერთოდ. მე ნეგატიურს ადამიანში ვხედავ და თან მინდა რომ მის უკან დავინახო პოზიტიური. ამ ნეგატიურს აუცილებლად ექნება პოზიტიური მხარეც. მაგალითად, თუ კი საქართველო არის რუსეთის მიერ ოკუპირებული და არის რუსეთის მიერ ოკუპირებული, აგერ ბატონმა პლატონმა განაცხადა და ყველაფერი ნათელი გახდა, რომ ჩვენ საქართველო 1991 წლიდან ვართ ოკუპირებული, მთლიანად ოკუპირებული. ანუ ანექსირებული ვართ. თუმცა მიდის თამაში და სპექტაკლები და ტაშპანდურა, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, ხო? მე რაც გავიგე. ჩვენ თუ დამოუკიდებლები ვართ, ხო? მაშინ აუცილებლად უნდა შეგვეძლოს ჩვენი სიტყვის თქმა. მაგრამ როგორც ჩანს, ქართველ ერს დღესდღეობით ის პრობლემატიკა აქვს, რომ ევროპა უნდა დაგვიდგეს მხარში, რომ ჩვენ შეგვეძლოს ჩვენი სიტყვის თქმა. ესე იგი, არ ვართ დამოუკიდებლები, მეგობრებო. არ ვართ და ვერ ვართ დამოუკიდებლები. რატომ ვერ ვართ დამოუკიდებლები, იცით? ქართველს გონია, რომ როცა თვითონ იტყვის სიტყვას ხმამაღლა, რუსეთი დახვრიტავს. ამიტომ ფიქრობს, ეხლა მე წავედი ევროპას, მივაკითხო, ევროპა დამიდგება მხარში და როცა მე ხმამაღლა სიტყვას ამოვიღებ რუსეთის წინააღმდეგ, ევროპა ზურგს გამიმაგრებს. ნუ რას უკაცრავად მეგობრებო. ევროპა თავის თავს ვერ უმაგრებს ზურგს, აგერ უკრაინასაც კი ვერ გაუმაგრა ზურგი. კარგად ხედავთ. კარგად შეიწმინდა ხელები, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართო, ეხლა უკრაინასა და რუსეთში რაც ხდებაო და მე შემიძლია, ის იარაღი მოგცეო რა, იარაღიო, აი. დანა გაუყარეო, გესმის? ეხლა ადგა ეს უკრაინა მიიღო ეს დანა, ოღონდ გადაუხადა ფული. დაიდო ვალები. მოკლედ, ერთი სიტყვით ერთი ამბავია რა, ეს სპექტაკლებია, რაღაცა პატარ-პატარა დაგეგმილი ტვინის ამრევი ქაოტური სპექტაკლები არის სამყაროში. მე ვცდილობ, რომ ძალიან მარტივი ენით ავხსნა ეს ყველაფერი. აი ბავშვმაც რო გაიგოს ისეთი ენით რა. იმიტომ რომ დღესდღეობით ქართველი ერი, ვინც დარჩა საქართველოში, მას განათლება ცოტა აქვს. მე არ ვიძახი, რომ ესენი არიან ბანძები, ვისაც განათლება პატარა აქვს. არა, ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან ამ ვითარების მსხვერპლი, რომელთაც არ მიეცათ იმის საშუალება, რომ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ადვილად შეეძლოთ, არ მიეცათ იმის საშუალება, რომ თვითონ განევითარებინათ თავისი იდეები, აზრები, წარმოეთქვათ თავისი სიტყვა ეთქვათ და ასე შემდეგ, არ მიეცათ იმის საშუალება, რომ საკუთარ ქვეყანაში ფრთები გაეშალათ. მაგრამ სამაგიეროდ, თუ კი საზღვარგარეთ წავიდა ქართველი, მაშინვე შეიძინა ცოდნა, მაშინვე გაშალა ფრთები, თუმცა სამწუხაროდ ისევ მონობაშია, იმიტომ რომ იქ იმდენად რთული სამუშაოების გაკეთება უწევს, რომ საქართველოსთვის მერე ძალა აღარ რჩება. რისთვისაც გაჩნდა წესით ქართველი, არის რომ საქართველოს მოახმაროს თავისი ძალა და რესურსები, ხო? ძალისმიერი რესურსები. დღეს რა ხდება? საქართველოს არ ხმარდება ქართველის მიერ გამოყოფილი ძალისმიერი რესურსი. არამედ ხმარდება გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს, ამერიკას და ასე შემდეგ. რო აღარ გავაგრძელო რა. რატომ? კითხვა ისმის რატომ? მილიონები შესდის
სასულიერო პირებს, მილიონების შესდის პარლამენტს, ჩვენი ქვეყნიდან გადის და გადის, რაც შეიძლება მეტი საბადოები, საბადოებიდან მოპოვებული ნავთობი, ოქრო თუ დარიშხანი. ასევე მიწაც სხვათა შორის. სააკაშვილმა შავი მიწა გაყიდა თურქეთზე. რატომ? იმიტომ რომ შავი მიწის წარმოქმნას სჭირდება 10,000-ობით წლები. ეხლა ნახე, ოქროზე ძვირფასია მიწა. იმიტომ რომ ოქროს გაიკეთებ, აგერ გიკეთია, არაფერს არ გაძლევს. თუმცა საჭმელი ყოველდღიურად გჭირდება, ხო? ესე იგი, ოქროზე ძვირფასია მიწა. ადგა სააკაშვილმა მოჭრა ეს ჩვენი შავი მიწა, რაც ნოყიერია და 1000 წლები ჭირდება 1 სანტიმეტრის მიწის გაზრდას, ადგა და გაყიდა თურქეთზე. საწავიდა ეს ფული, აიღო და აიშენა სახლები თვითონ. იქ იმ საყვარელს მისცა, იქ იმ საყვარელ სახლები აუშენა და იქ იმ საყვარელ სახლები აუშენა. ოკეი, ისინიც ქართველები არიან და რაღაცა კარგი გაუკეთა, მაგრამ ერთი ადამიანის გამდიდრებაზე 1000 ქართველი არ უნდა შეეწიროს, მეგობრებო. თუ მიზანი არის მხოლოდ ერთი ქართველის გადარჩენა და 1000-ის დაღუპვა, მაშინ სხვა საკითხია. მაშინ სხვანაირად უნდა ვიმსჯელოთ. მაგრამ თუ მიზანი არის, რომ ამ ერთმა ქართველმა 1000 ქართველი გადაარჩინოს, მაშინ ჩვენ ვიმსჯელებთ ერთად და ვიქნებით თანამოაზრეები. იმიტომ რომ მე ვფიქრობ ესე. ერთმა ქართველმა თავისი თავი კი არ უნდა გადაირჩინოს მარტო და თავისი შვილები და შვილიშვილების მომავალი. არამედ ერთმა ქართველმა უნდა გადაარჩინოს 1000 და 10,000 ქართველი. თუ ამას არ ვიზავთ, ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება იმ ილუზიაში ყოფნა, რომ ევროპა დაგვიდგება მხარში, ამერიკა დაგვიდგება მხარში, ჩინეთი დაგვიდგება მხარში, ვიღაცა რუსეთი დაგვიდგება მხარში. აუცილებლად ვიქნებით ამ ილუზიაში. თორნიკე მოიცა დალესის დოქტრინა, ოვერტონის ფანჯარა, პრინციპს გადახედეთ, რაშიც მდგომარეობს. მოკლედ, მე ახლა მოდი ვიმსჯელებ რა. ვიმსჯელებ, გავაგრძელებ ჩემს მსჯელობას. ესე იგი, არსებობს ესეთი ვითარება ჩვენ საქართველოში. ეს არის საქართველო, ხო? ეს არის საქართველო და ამას აქვს დაახლოებით რამდენი მოსახლე? ყავს რამდენი მოსახლე? 50 მოსახლე. აქედან ამ მოსახლეებიდან, ხო, არიან 30% ბავშვები, 30% ბებრები. 30% კიდე არიან ჯანსაღი ხალხი, რომელსაც შრომა შეუძლია და რაღაცა რაც დარჩა ის პროცენტი, ხო? 10% არის ინვალიდი, ან დაავადებული, ან საშველი, შველა ჭირდება. მოდი ესე ვთქვათ რა. 30% გვაქვს ახლა ჩვენ აი აქედან. აი ეს ნაწილი გვაქვს მხოლოდ დარჩენილი რა, ეს 30%. აი ამ 30%-დან ამდენი არის წასული საზღვარგარეთ. ნახე რამდენი ვართ აქ დარჩენილი. მოდი დავითვალოთ. 1, 2, 3, 4, 5 ადამიანი. 50 კაციდან 5 ადამიანი ვართ დარჩენილი საქართველოში, რომელსაც შეგვიძლია ჯერ კიდევ გამოვთქვათ რაღაცა პროტესტი, ვიყვიროთ, რაღაცა გავაკეთოთ საქმეები და ასე შემდეგ. თქვენ რას ფიქრობთ? ეს 5% კაცობრიობა საქართველოში დარჩენილი ქართველი მოსახლე, ხო? იქიდანაც კიდე ღმერთმა იცის, რამდენი მართლა ქართველია და რამდენი არაქართველი, ხო? აი ეს 5%, თქვათ 4% სუფთა ქართველი. შეძლებს ამ უსამართლობის მოგვარებას, რაც დღეს საქართველოში ხდება. დამიწერეთ კი ან არა?
გელოდებით. და მე მეგეთყვით ჩემს აზრს. კითხვა არის ასეთი. 5% პოტენციური ქართველი, რომელსაც შეუძლია და აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ამა თუ იმ საქმიანობაში, არა ბავშვები, არა მოხუცები. ესენი არიან ჩემსავით ჯანსაღი ადამიანები, ხო? აქვთ შესაძლებლობა იმის, რომ შეცვალონ ყველაფერი საქართველოში. ხო, თორნიკე, იცი რა არის? ანუ ეხლა ეს მათშია გესმის ეს ფერი და ეს ფერი მაბრმავებს კითხვაში. ისიც თეთრია, ესეც თეთრია. მაშინ უნდა გავიწიო, იქაც თეთრია, მოკლედ, აი ესე გავაკეთებ რა. ესე წავიკითხა. ხო, კარგი აზრია. ნონა წერს ქრისტეს ჩარევის გარეშე არაფერი იმედი არ მაქვსო. დღევანდელ ლაივში საერთოდ სხვა რამეს გწერ და სხვას კითხულობ, არა უშავს კომენტარებს როცა გადახედავ, გაგეღიმება თურმე რას წერდა და რას კითხულობდიო. ხო, თორნიკე, ეგრეა, იმიტომ რომ დამიბრუნავდა თვალები ამ იმაში. ძალიან პატარაზია თან და მოიცა, აი ახლა კიდე შენი კომენტარი არის ერთი. ზვიადის და მერაბის ნახევარი ვიყოთ. რა გვიჭირს ტექსტი მე თავიდან ნახე, როცა ლაივს მორჩები და მივხვდები, რომ ცუდი არაფერი წერია, იმ თვალსაზრისით, რომ ზვიადი იყო ცუდი. ის ტექსტი სწორადაა გასაგები, როცა წაიკითხავ, ხო, მეგობრებო, ხო, წავიკითხავ, მოდი ახლა აი წავიკითხავ, ესე წავიკითხავ რა, რომ თვალები არ დამეთხაროს. რომ იუთუბერებმაც გაიგონ რა წერია, ხო? თორე მე რომ წავიკითხე ახლა მართლა მე თვითონაც ვერ გავიგე მე მგონი. 1993 წლის 6-დან 8 ნოემბრამდე, ხო, 6-8 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მოძრაობა და ეროვნულ ქრისტიანული მთავრობა საბოლოოდ დამარცხდა. დამარცხდა საქმისადმი მიზნისადმი არასწორი მიდგომის გამო. იმის გამო, რომ ეროვნული მოძრაობის წინამძღოლმა ზვიად გამსახურდიამ შეცდომით მოინდომა ქრისტე ღმერთის მიერ გასაკეთებელი საქმის შესრულება. ბუნებრივია დამარცხდა. მივხვდი, ხო, თორნიკე, მივხვდი. ანუ ეს ისე წერია რა, როგორ გითხრა, ირონიულად წერია, რომ ქრისტის საქმე მოინდომაო და აბარა იქნებოდაო, ხო? ხო, მივხვდი. სამწუხაროდ ქრისტეს საქმეს ვინც მოინდომებს, ხო? ადრე ასე იყო, რომ არ ცხდებოდა, მაგრამ ეხლა მე ვთქვი რა, რომ წერტილი დაესვა მაგას, მაგმატრიცას დაესვა წერტილი. ქრისტე აღარ ეცმევა ჯვარს. ქრისტე უკვე მეორედ მოდის. ანუ ჯვარცმა აღარ ხდება. ხომ მქონდა წინა ლაივებში ჩაწერილი, რომ მამა ღმერთმა გითხრა, რომ შვილო, თქვენ გაანძრიეთ რა ხელი, მე ჩემი შვილიც კი ვერ გადავარჩინე და თქვენ თუ არ გადაარჩენთ ჩემს შვილს, მე ვერ გადაგირჩენთ ჩემს შვილს, ქრისტეს. მაშასადამე ადამიანი თვითონ უნდა გააქტიურდეს. გუშინდელ ლაივში, დღევანდელ ლაივში გქონდა, რომ ესე იგი, ძარი არის, ტანი ძარი, ხო? ტანს თუ დაძრავ და გააკეთებ, აგერ 5 პოტენციალ ქართველზე გქონდა საუბარი, აგერ 5, რომელიც არის საქართველოში დარჩენილი, ამაზე გქონდა საუბარი, რომ გააკეთებს, თუ ვერ გააკეთებს. მოდი პასუხი ვნახოთ, აბა ვინ დაწერა. ვინმე თუ დაწერა ამაზე პასუხები. ქრისტეს ჯვარცმისთვის არ მოდის. ქრისტე ჯვარცმისთვის არ მოდის. ის ანი განიკითხავს კაცობრიობას. ხო, მოდი, არ ვიცი თქვენ რა დაწერეთ, მაგრამ მე გეტყვით, რომ 5% კი არა. 3% ადამიანი, 3% თუ დარჩა საქართველოში ჯანსაღი აზროვნების და ჯანსაღი ფიზიკური სხეულის მონაცემების, 3% შეუძლია გადარჩენა. მაშასადამე, აი ეს ნაწილი სავარცხელს
რომ აქვს ხო თავისი სამყარო შექმნილი, თავისი სახელმწიფო. საქართველოს ხო აქვს თავისი სახელმწიფო შექმნილი. თუ კი ამ სახელმწიფოში 3% ქართველი არის დარჩენილი და სუფთა ქართველია დარჩენილი, აუცილებლად გადაარჩენს საქართველოს. ეხლა რამდენია 3% გამოითვალეთ, აბა ვთქვათ 3 მილიონი ვარ დარჩენილი ხალხო, 3 მილიონი. 3 მილიონის 3% რამდენი იქნება? ხო? გამოვითვალოთ, აბა. ძალიან ბევრიც არ არის სხვათა შორის. ცოტა მეტია 154,000. 154,000 იქნება? ოცდაათი ათასი ხო იქნება თუ 300,000. რამდენია 3 მილიონის 10% არის 30,000 ხო? მოიცა 6 მინუს მოვაკროთ. არ ვარ მათემატიკაში კარგი. 90,000. 90,000-ის 3%? ხო, 90,000, კი. 90,000. 90,000. 154,000-იც არ არის საჭირო. 90,000. თუ 90,000 ადამიანი დარჩენილი ვართ საქართველოში. რაში ზეჭვი მეპარება? 90,000 ადამიანი აღარ ვართ მეგობრებო ჩვენ საქართველოში დარჩენილი. ჩვენ ვართ დაახლოებით თუ სულ ბევრი საქართველოში მოსახლე, რომელიც არის სრულწლოვანი და არაბებერი, შეიძლება სულ რაღაც შეიკრიბოს 1% რა. 1% არის ზუსტად 30,000. და როდესაც 30,000 ადამიანი შეიკრიბება, მე გეტყვით ერთ რამეს რა. ქრისტე როცა საუბრობდა, მას უსმენდა, იცით რამდენი პროცენტი? კაცობრიობის იცით რამდენი პროცენტი? არა, 3 მილიონის 3%. თორნიკე 3 მილიონის. მას უსმენდა 0.1%. და ამიტომ გადაიწელა ეს დროზე 2000 წელი, 2024 წელი, იმიტომ დასჭირდა, რომ 0.1% გაზრდილიყო და ასულიყო 3%-ზე. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ კაცობრიობის, დღევანდელი მთლიანად კაცობრიობის 3% იცნობს მხოლოდ ქრისტეს. დანარჩენი არავინ არ იცნობს ქრისტეს. შეგიძლიათ ეს წარმოიდგინოთ? ხომ გონია რომ აი ქრისტიანული და ქრისტიანული ქვეყნები გადარჩებით და მარტო მართლმადიდებლები გადარჩებით და ის ყველანი ჯოჯოხეთში მოხდება. ხო, ესე გონია. და თქვენ წარმოიდგინეთ, კაცობრიობის 3%-იც არ არის ეს, ვინც ქრისტეს იცნობს. არ არის. მაგრამ მე გეტყვით ერთ რამეს რა. საქართველოში როდესაც 30,000 კაცი ერთად დადგება ქრისტეს სახელით, ხო? საქართველო მისია. ხუთი 5,000 საკმარისია გარდატეხისთვისო. ხო და რატომ ვამბობ ახლა მე 21 დეკემბერი რა შოშა 21 მარტს მეთქვი შევიკრიბოთ ჯვარზე და რატომ ჯვარზე? კითხვა გაჩნდა რატომ ჯვარზე? ამას აქვს სხვადასხვა მიზეზები და ჩამოვთვლი ამ მიზეზებს. თორნიკე ამბობს მარტივად გეტყვის 300 სულიერად მზარდი და სწორად მოაზროვნე საქართველოს გადაარჩენს. კი? მზარდი და სულიერად მოაზროვნე.
ეს ხო, იმიტომ რომ ეს მზარდი და სულიერად მოაზროვნე ერთისგან 10 იკურნება, 10-ისგან კიდე 100 და ეს ვრცელდება. ხოლო ჩვეულებრივი მოქალაქე თავის-თავსაც ვერ გამკურნავს. რატომ ვამბობ, რომ ჩვენ ჯვარზე უნდა შევიკრიბოთ ახლა მეგობრებო და გეტყვით ერთ რამეს რა. თქვენ იცით რომ მე ჩემს ლაიფებში ვაჟღერებდი იმას, რომ დაგეგმილი აქვს რუსეთს, რომ რუსთაველზე შეკრიბოს 30,000 ადამიანი და დაარტყას მერე ბომბი და შეწირვა მოახდინოს. თუმცა ამას ვერ ახერხებს და ვერც მოახერხებს, იმიტომ რომ ამაში ზეციური ძალები არიან ჩარეული და რუსეთი ვინ არის ზეციური ძალების წინაშე, ხო? ახლა მე გეტყვით ერთ რამეს. როდესაც ჩვენ შევიკრიბებით 30,000 ადამიანი ვიქნებით თუ 300,000 ადამიანი ვიქნებით თუ 3 მილიონი ვიქნებით, ღმერთ მაგნას. ჯვარზე როცა დავდგებით, აი ამ ადგილს ბომბს ვერ გააკარებენ. იცით რატომ? თუ ამ ადგილს ბომბს გააკარებენ, თავის-თავსაც იღუბავენ. ეს არის დაცული ადგილი. ეს არის ყველაზე დაცული ადგილი სოფლიოში. თუ სადმე რამე დაცული ადგილი არსებობს ზეციური იერარქიებიდან, არის ჯვარი. ეს პირველი მიზეზი. მეორე მიზეზი. არაერთი ხილვა არსებობს, რომელიც პირდაპირ ჯვარზე ეუბნება, რომ იქ უნდა იყო. აი მაგალითად ქალბატონი, მე ვალაპარაკებ ალბათ მარი ხუციშვილს. მარი ხუციშვილს ვალაპარაკებ. როგორ ნახა მან ხილვა ჯვარზე რომ იდგნენ ლაშქარი და მათ შემოუერთდათ ზეციური ლაშქარი. და მე რა უთხრათ ამ ლაშქარმა, მარი ჩამერთე თუ გინდა, შეგიძლია ახლა ისაუბრო. როგორ გააფრთხილა ზეციურმა ლაშქარმა ქართველი ეს ვინც ჯვარზე იდგნენ და მრავალჯამიერს მღეროდნენ, რომ ეს სიმღერა არ შეეწყვიტათ, მათ უფრო დიდი ომი ჰქონდათ მოსაგები და შემოუერთდებოდნენ, როგორც კი იმ ომს მოიგებდნენ. გესმის? ამიტომ დაავალეს ზეციურმა ლაშქარმა, ქართველ ლაშქარს, რომ მრავალჯამიერი და ქართული გალობა არ შეეწყვიტათ, ემღერათ, სანამ ისინი მოვიდოდნენ. ეხლა რა ხდება? ეგ მეორე მიზეზი, რატომ უნდა შევდგეთ ჯვარზე, რატომ უნდა დავდგეთ. მესამე მიზეზი არის ის, რომ როდესაც წმინდა ნინო შემოდის საქართველოში, პირველ რიგში რასაც აკეთებს, საერთოდ კერპები როცა დაიმსხვრევა არმაზის და ელიოზის და არმაზის კერპი რო დაიმსხვრევა, ელიოზი ერქვა ხო მეორეს? არა, არმაზი და გამახსენეთ. ამომივარდა თავიდან. რატომ მივარდება ხოლმე თავიდან ნერვებზე მშლის ეს ამოვარდნები? ხო, კერპები რო დაიმსხრა, როგორ დაიმსხრა, იცით? წმინდა ნინო ავიდა ჯვარზე, სადაც ახლა ჯვარი არის. ჯვრის მონასტერი, სადაც მე ვიკივლე და ვიცივლე იქ, რომ მე თქვი აქედან გაიტანეთ ეს დახლები. წმინდა ნინო ავიდა, გაცი და გაი და არმაზი. ხო იყვნენ, ესენი ხო დაიმსხვრა მთლიანად, მოპირდაპირ მხარეს იდგნენ ისინი. აი აქედან არმაზის ხეობას რო გადახედავ, ჯვარზე რო დგახარ, პირდაპირ უყურებ არმაზის ხეობას და იქ იდგა, აი მთაზე იდგა ის გაცი გაის და არმაზის კერპები. ამ წმინდა ნინომ ავიდა, სვეტი ცხოველთან კი არ დადგა. ვიღაცებმა მოგატყუეს, რომ სვეტი ცხოველთან დადგა. ავიდა მთაზე, ამ ჯვარზე დადგა და ილოცა ქალმა, გოგომ, უბრალოდ. ხო ილოცა. ისეთი რაღაცა მოახდინა ამისმა ლოცვამ, რეზონირდა მისი ხმა, აი მაგას უკვე ჯოხაძე კარგად ხსნის. ავთანდილ ჯოხაძე, რომელსაც დავეჯახეთ, მაგრამ რაც აქვს ადამიანს, იმას ვერ უარყოფ. ავთანდილ ჯოხაძე ძალიან კარგად ხსნის, როგორ რეზონირდა მისი ხმა შიდა დედამიწის შუაგულში მოთავსებულ აი ამ სინათლესთან
და როგორ ამოხედა იმ სხივმა და როგორ ეს ამოხედა ოღონდ სვეტი ცხოველში ამოხედა, სადაც ახლა სვეტი ცხოველი ამოქოლეს მერე ის. ამ მთაზე ილოცა გოგო, სვეტი ცხოველში ამოხედა, აი ამ სვეტი ცხოველმა ამოხედა, პირდაპირ შუაგულიდან ამოხედა და ამოქოლეს. ეს არის დედამიწის შუაგულში მოთავსებული ელდორადოში შესასვლელი ადგილი. მაგრამ ის ამოქოლეს ურიებმა. ეხლა რა ქნა? დაიმსხვრა ის კაცი გაიდა არმაზი და ზეციური იერარქია გამოეცხადა, ანუ მთლიანად ლაშქარი გამოეცხადა და ეს ყველასთვის თვალხილული გახდა წმინდა ნინოს ჯვარზე. ეხლა იტყვით თქვენ რატომ აინც ამან ჯვარს? თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჯვრიდან არის ჩასასვლელი, რომელიც უკავშირდება პირდაპირ მტკვრის გავლით უკავშირდება შიომღვიმეს, ანუ ჯვრიდან რომ ჩაძრეს შენ იმ გასასვლელებში, ამოხვალ შიომღვიმეში და არა მხოლოდ შიომღვიმეში, სამი დიდი ესეთი ადგილი უკავშირდება ერთმანეთს. გასაიდუმლოებულია ეს გვირაბები. და ერთხელ რომ ვკითხე, მე ვთქვი, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირს, რომელიც ამას ფლობს ამ ინფორმაციას, რისთვის მე ვთქვი, აი ვის უსაიდუმლოებთ და რას ასაიდუმლოებთ, რა გინდათ საერთოდ? რა ინტერესები გაქვთ? ვის ეთამაშებით, რას თამაშობთ, რა სიბანძეა? რა სიბანძეა, რომ მარტო მე ვიცი და სხვები არ იციან? ორე მაგარი ვარ. მოკლედ რა, ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი გაზრდა, ძალიან გაზრდა გვჭირდება სულიერი, რომ მივახციოთ გულის გახსნას, რომ ჩვენ მათი ჩემთვის კი არ მქონდეს. ჩემია. ესეთები. აი ესეთები ხართ რა ხალხო რა. უშიშროებაც და ყველაც, ვინც ამ საიდუმლო ინფორმაციებს ფლობთ. რა ფეხად გჭირდებათ უკაცრავად მართლა ეს საიდუმლო რაღაცეები რა. იცოცხლე რა, იცხოვრე რა, გაუხსენი, გაუზიარე ხალხს. ჯვარი სანთელზეც ხომ ქსანთანელი გამოდის. ვერ მივხვდი ლალი. ამიტომ ჩვენ ხო მესამე მიზეზი რატომ უნდა შევხვდეთ ჩვენ ჯვარზე? პირველ რიგში ესე იგი დაცულები ვართ იმისთვის, რომ იქ ბომს არ ჩამოაგდებენ და თუ ჩამოაგდებენ, ყველაფერს ააფეთქებენ და გაანადგურებენ თავის თავსაც და ყველაფერს გაანადგურებენ. მეორე ის, რომ ჩვენი ზეციური ლაშქარი იქ გველოდება. მესამე ის, რომ წმინდა ნინოს როგორც მოახერხა ამ პატარა გოგომ გაქრისტიანება იმ საზოგადოების, მივბაძოთ რა, უბრალოდ მივბაძოთ და მეტი არაფერი. ასე რომ ეხლა გადავიდეთ საინტერესო მომენტზე. ეხლა ვიმღიარულოთ, ხო, თამაშობთ, ყველაფერი თამაშია. ეხლა ვიმღიარულოთ რა? იმ დღეს საუბრობდი რაღაცა იქ, მე თქვი უნდა შევხვდეთ ჯვარზე რაღაც ვიყვები ამას და დამარტყა ესეთმა იდეამ რა თავში, რომ მე ვთქვი რა მაგარი იქნება, ან ჩვენ ხო საზეიმოდ ვხვდებით. რა მაგარი იქნება, ყველამ რო ჩაიცვას იმ პირის, ანუ თავისი პროტაგონისტის, ვინც, აი მაგალითად ჩემი საყვარელი პროტაგონისტი არის, ვთქვათ, წმინდა ნინო, ან თამარ მეფე, ან მამაკაცების დავით აღმაშენებელი და ან წმინდა გიორგი და ან ესე, ხო? ყველა გამოვეწყოთ იმათ ფორმაში, ხო? ჩვენ ფრესკებიდან ვიცით დაახლოებით რა ჩაცმულობების არიან ისინი. აი ესეთი ფორმებით რომ მოვიდეთ და წარმოიდგინე ხა იქ რამდენი ნინო დადგება, რამდენი თამარი დადგება, რამდენი წმინდა გიორგი რამდენი გიორგი დადგება, რამდენი დავითი დადგება, რამდენი წმინდა ნიკოლოზი, წმინდა გაბრიელი, რა ვიცი, რამდენი წმინდანი იყოს, ხო? ყველას მაინც ქეთევანი, წმინდა ქეთევანი, წმინდა ბარბარე და ყველა წმინდანები, ვისაც ვინ ყავს თავისი საყვარელი წმინდანი, იმის გამოსახულებით მოვიდეს, ანუ ჩაცმულობით, ფორმით მოვიდეს. რა მაგარი იქნება, ხო? აი
მე რო ვიყო, არა, შენ შეგიძლია იყო თორნიკე, მაგრამ საქმე რაშია, იცი? აქ იქნება მთლიანად ზეციური ლაშქარი ხომ არის და გველოდება. და ჩვენ ვიქნებით, ოღონდ იცი რა, ყველამ ჩაიცოს თუ შენ მაგალითად თორნიკე შენ გინდა რომ იყო, კარგი იქნება რომ ეს ტრადიციული სამოსით მოვიდეთ რა, ან რაღაცნაირად განსაკუთრებული სამოსით მოვიდეთ, რომ საზეიმოდ მოვიდეთ. აი საზეიმოდ. ხო არის რაღაცა ბერიკაობა, იქ ის ფაშინგი, იქ ის და ეს იყოს ჩვენი საზეიმო. ზოგი აბჯრით მოვიდეს მაგალითად თორნიკე, აბჯრით მოდი. ხო, ზოგი მოვა ალბათ ამხედრებული არსენა, ცხენზე ამხედრებული არსენა, ზოგი შოთა რუსთაველი იქნება და რა მაგარი იქნება. აუ, რა მაგარი იქნება თქვენ რომ წარმოგიდგენთ, რომ ჩვენ ეს ახლა გავიცნობთ ერთმანეთს დაველაპარაკებით შოთა თამარს, თამარი შოთას, რა ვიცი, ვინები არიან ნინო ქეთევანს და ასე შემდეგ რა. აუ ძალიან მაგარი იქნება. ჩემი აზრით ეს იქნება ძალიან მაგარი უტოპიური ზეიმი. თორნიკე ერისთავი. ხო, თორნიკე ერისთავი არის წმინდანი, მოდი. შენ ხარ. შენ იქნები. მე დავითი ვარ რომ ამბობს. დავით ჩაიცვი დავითის ის მოიცა, კარგი ის იქნება კიდე რომ აი მაგალითად ვინც ვერ მოახერხებს რა შეკერვას, ტანსაცმლის შეკერვას ან რაღაც ვერ მოასწრებს, ან ვერ იშოვის, ვერ იმას იზავს, ვერ გამო იქირავებს დროშა. დავითის დროშა, თამარის დროშა, კიდევ ისი დროშა. ანუ მე რა მინდა იცი ვთქვა? ახალი ისტორიის არა, ანუ სანამ მეფეები არსებობდნენ, მეფეებამდე რომ დრო გაჩერდა, აი ის დრო რო გავაცოცხლოთ რა, ერთი დღით რომ ვითამაშოთ იმ დროის გაცოცხლება, რომ აი ყველა დრო ერთ დროში მოვაქცევთ. შეგიძლიათ მოხვიდეთ სიდონიას ჩაცმულობით. არსებობს კიდე ლონგინოზი, ელიოზი, რა ვიცი, ვინც კი ვიცით და გავეცნობით ერთმანეთთან. საინტერესო ის იქნება, რომ ეს გახდება როგორიც შეხებადი. ანუ ინფორმირებულიც იქნება ეს ადამიანი, ვისით სამოსითაც მოვა, ხო? ინფორმირებული იქნება იმის შესახებ და მე თუ მაგალითად ვერ ვიცანი ვინ არის ის ადამიანი და ვინ დგას ახლა ჩემს წინაშე, ვკითხავ ძმაო ვინ ხარ, რა ქვია, ხო? ან დაო ვინ ხარ, რა ქვია. და ის ამიხსნის, რომ აი მე ვარ ესა და ეს და აი ხო, მოკლედ. საბოლოოდ მაგას რიტუალი დაერქმევა. რაც კიდე ყველაფერი რიტუალია, ყველაფერი აგერ ესეც რიტუალია, აგერ დემონსტრაციაც რიტუალია და აბსოლუტურად ყველაფერი რიტუალია. ეხლა ჩვენ რომ საუბრობთ, ესეც რიტუალია და დაერქვას თუ რა, დაერქვას. რიტუალი. ნახე? რი ტანი უნი ალი. რანი ტანი უნი ალი. დაერქვას, რაც კიდე ის დაერქვას. ისე გელათშიც კაი იქნება შეკრება 8 თებერვალს. აბა ვისი დღეა თუ მიხვდებით 8 თებერვალს გელათში? ალბათ დავით აღმაშენებლის? არ ვიცი ზუსტად. მე მგონი გავარტყი. იქიდან პირდაპირ ხონში გვიკრავენ თავს. წავიდეთ. თორნიკე ხონიც ავიღოთ, გავათავისუფლოთ იქ ჩაკეტილი გიჟები. ხო. გიჟი თავისუფალია, ხო? მოდი რა, გავერთოთ ამ თავისუფლებით და ვითამაშოთ. თუ თამაშია, ვითამაშოთ. აგერ ნარიმანმაც გითხრა თამაში, არა, თამაში ხო აიხსნა ნარიმანის კარზე, რომ რა უნდა გავაკეთოთ, ხო? შახმატი თუ გინდა, უნდა ითამაშო. და ვითამაშოთ. ასევე ვეფხისტყაოსანში არის, რომ თამაშით აიღება ქაჯეთის ციხე. Yes, თამაშით. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 წლის დროშა არა? 1918 წლის? რა ვიცი, მოვიდეს, რატომაც არა. დროშა ხო იყო საქართველოსი ეს ერთ დროს და მოვიტანოთ. ყველა დროშა, რაც კი საქართველოში არსებობდა, წარმოვადგინოთ.
მერე კიდევ არსებობდა გერბები, მაგალითად, აი, ყველა კუთხეს თავისი ის ქონდა რა, თავისი დროშა ქონდა. აი, ეგეც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, რომ თქვათ, ერთი კუთხიდან შეიკრიბა ხალხი და წამოვიდა, თავისი დროშით წამოვიდეს. აუ, როგორ მინდა იცი ეს მოხდეს? ძალიან მინდა. მე მინდა დავინახო ის ერთიანი სრულიად საქართველო რა, აი ყველა რომ ერთ თავის ჯგუფად დგას, ის აჭარა, ის სამეგრელო, ის რაჭა, ლეჩხუმი, ხო, რაჭა ლეჩხუმი, იმერეთი, იქ ქართლი, იქ ხო, ჰერეთიც მოვიდეს. ისე ჰერეთიც გავაცოცხლოთ, მეგობრებო. ტაო-კლარჯეთი, ჰერეთი, სამაჩაბლო, აჭარა, ხო ვთქვი აჭარა, თუ არ ვთქვი? მე ლაშქარით მოვალო, დავით, გელოდებით, ლაშქარი. აუ, მე არ ვიცი, ვინ შევკრივ, მე შევკრივავ ხალხს. მე შევკრივავ, ესე იგი, შევკრივავ ნინოებს, ქეთევანებს, თამარებს, დავით სოსლანს მოვიყვან. დავით სოსლანს მოვიყვან. კიდე ვინ შემიძლია მოვიყვანო, მოიცა გამახსენდეს. გამეხარდება კიდევ ახალციხელების ნახვა. ასევე გამეხარდება ხარგრძელების ნახვა. აუ, რა კარგი თამაში მოვიფიქრეთ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა. ხო გითხარით, მე ახალ თამაშს თამაშობ მეთქი და ეს არის ახალი თამაში, მეგობრებო. ყველა არის ბედნიერი და ყველა არის კმაყოფილი, ყველა თამაშობს თავის თამაშს. კიდევ რა. რა შეიძლება რომ მოვიფიქროთ კიდევ? შეგვიძლია მაგალითად როგორც გერმანელებმა იციან ხოლმე გერმანულს შეურიოთ რა, იქ რაღაცა დახლები მოვაწყოთ და საკვები და ის წამოვიღოთ და შევბრაწოთ იქ, რა ვიცი, ცეცხლი დავანთოთ. ხო შეიძლება ცეცხლის დანთება იქ შეიძლება, მე მგონი. მესხები მყავს, მეგობრები, მესხებიც კი, ერეკლე მაგალითად, ერეკლეც მოვა. ასევე შეგვიძლია ლექსები წარვადგინოთ. თუ დაგვაფინანსებენ და იქ სცენას აგვიწყობენ, მიკროფონის გამო რომ ლექსები ყველამ გაიგოს, შეგვიძლია ლექსებიც მოვიტანოთ, ჩვენი ლექსები, ჩვენი დაწერილი ლექსები საქართველოზე, მეფეებზე, ქრისტეზე. მოკლედ ქრისტეს ადიდებლად ვხვდებით, მეგობრებო, საზეიმოა, ქრისტე აღდგა. გიხაროდეთ, ჩვენ გვიხარია რომ ქრისტე აღდგა. ჩვენ ვზეიმობთ ქრისტეს აღდგომას. მარადონა საგიჟეში რომ იყო, ზოგი ამბობდა ნაპოლეონი ვარო, ზოგიც ალექსანდრე მაკედონელი ვარო, მაგრამ მან რომ თქვა მარადონა ვარო, არავინ დაუჯერა. რაც შეეხება სერიოზულ მიდგომას, ჩვენ მოგვიწევს შეხვედრა, მაგრამ ამ ფორმით არა, რეალური. მე ყველას გისურვებ და ვიწერ საინტერესო ადამიანები იკრიბება ბლოგნოტში. თორნიკე რა არის, რატო არ მოხვალ რა, მეწყინა ეხლა. აღარ მინდა თამაში, გაგებუდე მე შენ. აი ნახავ თუ არ მოვლენ სათამაშოც. მე მყავს ისეთი მეგობრები, რომლებიც დაიწყებენ ჩემთან ერთად თამაშს და ვითამაშებთ ყველანი ერთად. ხო მეგობრებო? ქართულის უფრო გავშალოთ კი. მე ჩავიცმე, მე ყველა შემთხვევაში მოდივარ ჩემი საყვარელი პროტაგონისტის კაბით. ხო და იმ კაბით მიხილავთ მე და დანარჩენებს ახლა რაც გინდა ისქენით, თუ გინდა ითამაშეთ, თუ გინდა არ ითამაშეთ. ისე მოდით და შემოგხვედეთ იქ. გიჟებათ მოგნათლავენ 100%-იანი, ისედაც გიჟებათ გუნათლავენ, მედია.
ისედაც გიჟებად გუნათლავენ და ისედაც საგიჟეთში ამყოფებენ ამ არაჩვეულებრივ ხალხს და არაჩვეულებრივად მოაზროვნე ხალხს და ჩაგთვალონ რა ახალი არაფერი არ იქნება იქ. უბრალოდ სახალისო იქნება, როგორც თბილისობა არის სახალისო, ისე იქნება ესეც სახალისო რა. ამას მიეცემა თავისი შეხვედრის, იცი რა მიეცემა, ალბათ თბილისობასავით ჩამოყალიბდება მერე და ყოველწლიურად შევხვდებით 21 მარტს და ვიზეიმებთ. ისედაც გიჟები ვართ, ხო? ისედაც გიჟები ვართ, ასე რომ რაღა იქ ჩაგვამწყდიონ, აგერ გარეთ ვითამაშებთ გიჟები, არავის არაფერს დაუშავებთ. ბომბებს დაიმებს ჩვენ არ ვიშვრით, მოლოტოვის ბოთლებს და ვინც წინააღმდეგობას უწევთ ამათ ყველას გიჟი არ გაუწევთ წინააღმდეგობას იყვნენ ისინი შემოგვიერთდნენ კაცო ითამაშონ იმათაც მე მგონი რომ დღეს ისე არის დაზაფრული საზოგადოება რომ ყველას თამაში მოენატრა უყურთ ახალი თამაში რა ეს ძველი თამაშები მობეზრდა და ესეთი თვალებდასიებულები არიან უკვე აგერ მსახიობებმაც კი დაიწყეს ტირილი და ტივილი და წივილი ხო მეც მოვდივარ გვნათლონ და იყონ, ხო, შორენა, ხო. მე თანდათან გაჩვენებთ ხოლმე ჩემ კაბას რომ დავიწყებ იმის შეკერვას, ხო? იმას წარგიდგენთ ხოლმე რა იმით. აი მე გაჩვენებთ რას ჩავაცმევ ჩემს მეუღლეს. აი ამას ჩავაცმევ ჩემს მეუღლეს. ჩემი მოქსოვილია და ეს არის ფესობის გაკეთებული დავუკვეთე ეს კახეთში არის ქალბატონი ნინო და იქ ქართული ტრადიციული ფერების მიხედვით ამზადებს აი ესეთ თეკას. მე მგონი თეკა ქვია, ანუ ესეთ ნაჭერს. ეს დავუკვეთე და ეს კიდე მე მოვქვსოვე. აი ნახეთ. ეხლა ამაზე ვიღაცა იფიქრებს რომ მასონურიაო და ნურას უკაცრავად ეს არის მამაკაცის ენერგეტიკა, სამკუთხედი მაღლა აღმართული. დაბლა დაღმართული კიდე ქალის ენერგეტიკა არის. ხო, მოგრეთ ეხლა მზადებაში ვართ მეგობრებო და ჩვენ ყველანი მოვიმზადებთ აი ამ დღისთვის საზეიმო რაღაცას რა ვიცი ხა როგორც მოგინდებათ. ჩემი აზრით ძალიან ლამაზი დასანახი იქნება და გიჟებს კი არა აი ჰოლივუდში რო ხდება ხოლმე დიდი ამბები ეგეთი რაღაცა იქნება. 21 მარტისთვის მოემზადეთ, მორჩა მოემზადეთ, ხო, მოემზადეთ, აი ყოველ ლაივში შეგახსენებთ მე ამას და თან რეებს გავაკეთებ ამ ლაივის ის ამ დღისთვის გაჩვენებთ. ხო, გაჩვენებთ აუცილებლად. შეგიძლიათ თქვენი ხელით დაამზადოთ. სილამაზია, ხო, მოგეწონა, ხო, ძალიან ლამაზია. ხო, თანაც ბუნებრივია, ქართული შალით არის მოქსოვილი, საქართველოში ნაყიდი შალით. სამკუთხედი სამი გვერდით ნიშნავს რასო მომეფარა. ენერგიას, ვიბრაციას და სიხშირესო, ხო, თორნიკე კი. ხო და რაღაცა მასონური დაარქვეს და მასონებმა რატო უნდა მიითვისონ ყველაფერი? ჩვენია, ყველაფერი ჩვენია, ხო? საქართველოში არის ეს სიმბოლოები, ეს თვალიც და ეს სამკუთხედი და ყველაფერი არის საქართველოში ქართველი ხალხის და არა მასონების. ბარემ საათიც დაურთე. საათი რა თქვინდა, დილიდან ვინც იქ მივალთ, მთელი დღე იქ ვიქნებით შეკრებაზე. როგორ იქნება, იცი? ანუ გაცნობის მომენტი იქნება. ჩვენ ყველა ერთმანეთს გავიცნობთ იქ, გესმის? და ამისათვის ერთი დღე კი არ გვეყოფა, ალბათ 3 დღე დაგვჭირდება და ჩემი აზრით 3 დღე რო გავაგრძელოთ, ცოტა ისე ჰიპურათაც რა. თუ თბილი ამინდი იქნა, იქ კოცონი დავანთოთ, იქ წრეზე დავსხდეთ, მოუყვეთ რაღაცეები. მე მაგალითად ძალიან მიყვარს ესეთი შეკრებები და რაღა თერაპიებზე წავიდე და ფულები ვხარჯოთ, აგერ თერაპია გავაკეთოთ ჯვარზე და ერთმანეთი განვკურნოთ ჩვენი გაცნობით, ჩვენი
საუბრებით, აქ ლაიფებში ესე რო არ ვიყოთ, თვალით-თვალს ჩავხედოთ, გავააქტიუროთ მისიები და ასე შემდეგ. ჰელოვინი სხვა რამეა, ჰელოვინი ის მასკები რო უნდა გაიკეთო და მახინს რო უნდა დაემსგავსო ბოროტს და აქ ჩვენ ვემსგავსებით ზეციურ იერარქიას, წმინდანებს ვემსგავსებით. მაგას ერქმევა ჰელოვინი კი არა. Hello God. გამარჯობა ღმერთო, აი ესე ერქმევა, ხო? რა სილამაზეა, ხო? უწყინარი გიჟები, ხო? უწყინარი გიჟები. მე ძალიან მიყვარს გიჟობა რა ვიცი? ქრისტემ ხო გითხრა რომ ბავშვებივით იყავითო და ბავშვებივით თუ არ ვიყავით, ეხლა რა დავასერიოზულოთ და იქ შეხვედრა და იქ ვიკრიბები და ეს ცოტა რაღაც ისე მიმაჩნია რომ უაზრობა არის სერიოზულად რომ შევხვდეთ და აი ესე რომ შევხვდეთ ჩვენ ერთმანეთს, ხო? ეს იქნება განტვირთვაც, ზეიმიც, ქრისტეს დიდებაც, ყველაფერი. საქართველოს გადარჩენაც. ქართული სუფრა გავშალოთ რუსუდანი ამბობს, ვადღიგრძელოთ მამაზეციერი. აუცილებლად ღვინოებსაც წამოვიღებთ, ვისაც რა როგორ შეგვეძლება. კიდე ეხლა ქათმები და ძროხები არ წამოვიყვანოთ დასაკლავად. არ გვინდა. ყველი პური კეთილი გული ესე. ნუ რაც იქნება რა. რაღაცეები ჩვენ თუ ჩავიდოთ. აი თითქოს მივდივართ სალაშქროთ ესე. ჩავილაგოთ ერთი დღის საგზალი. ჩურჩხელები. მე გადავერთე ეხლა ფანტაზიებში და ილუზიებში, მაგრამ ვინ გვიშლის ფანტაზიები და ილუზიები და უტოპიები გადაგვარჩენს. პატარა დიდი. მოგესალმები ვასო. შენ სტალინის ფორმა ჩაიცვი ვასო და ისე მოდი. სტალინი ხო ქვია? ხო. მგონი ძალიან კარგი იდეა წამოვიწყეთ თამარო, დავითი წერს. მეც ესე ვფიქრობ, მე ცუდი იდეები არ მომდის. ჩემი იდეები მე 20 წლის მერე ხორციელდება ხოლმე და ძალიან მაგარი რაღაცა არის, მაგრამ 20 წელი რო არ დაველოდოთ, აგერ ჩვენ შეგვიძლია მალევე განვახორციელოთ ის, რაც ახლა გავაჟღერე. აი მე ძალიან ვემზადები ამ დღისთვის. განსაკუთრებულად ვემზადები ამ დღისთვის. ჩემს მეუღლესაც ვამზადებ და ჩემს ბავშვებსაც. ასე რომ 21 მარტს ჩვენ ყველა ერთმანეთს გავიცნობთ. არ ვაგიჟებთ ორიგეს, მართლა მე ესე ხუმრობით რომ ვლაპარაკობ, არ ნიშნავს იმას, რომ ტყუილს ვიძახი, მე მართლა მოვალ ეგრე. ანუ მართლა ეგრე მოვალ. ესე გამოწყობილი მოვალ საზეიმო ფორმაში ჩემი საყვარელი პროტაგონისტით. პროტაგონისტი იქნება ჩვენი წინაპარი. წმინდანი წინაპარი ერთ-ერთი, რომელსაც ავირჩევ. და შე როგორც თქვი, თორნიკერის თავის ფორმით, მოდი, რა გიშლის ხელს? აბჯარი აისხი, აუ რა კარგი დასანახი. მე მომენატრა ეგ დრო მეგობრებო რა. აი ძალიან ლამაზი დასანახი არის მებრძოლი და აბჯარასხმული მამაკაცი და მინდა რომ დავინახო. გესმით? საქმე ბოლომდე მისაყვანია. მე გავუწევ ახლა ამ ჩემს იდეას ყოველდღიურ რეკლამას. ყოველდღიურად ვიტყვი ესეც. შეგახსენებთ ყველას. 21 მარტი 2025 წელი ჯვარზე ვზეიმობთ. ეხლა მარტო მე არ მიმიყვანოთ იქ და მარტო მე თუ მივედი მართლა გიჟად შამთვლიან, მაგრამ ყველანი ერთად თუ მივალთ ესე გამოწყობილები, ხო? გადამღები რომ არ არსებობდა იმ საუკუნეში მემატიანე იქნება მოსაყვანი. გადამღები. ისე შეგვიძლია ტელევიზიებიც დავპატიჟოთ.
ვისაც რა ხმა მიგიწვდებათ ტელევიზიები დაპატიჟეთ და გადაგვიყონ, გაიცნონ იქ უამრავი ერთნაირი ის იქნება. დომნა წერს მშვიდობა სამყაროს ღმერთობით. მშვიდობა დომნა, მშვიდობა. ხო. მშვიდობა ყველას. ქართულ ტრადიციულ ტანსაცმელზე ლამაზი რა ნეტავი მქონდეს. თამარ, იცი რა, შეგიძლია იქირაო, ქირავდება ხოლმე ეგ ტანსაცმელები, მაგრამ შეგიძლია ასევე შეიკერო. ანუ შენი ხელით შეიკერო. ძალიან ადვილი შესაკერი არის, მე მგონი, აიღე სურათი, იმის მიხედვით შეკერეს კაბა. შენი ხელით. ჯვარზე ვასო, ჯვრის მონასტერზე. ეგ ჯვარი სადაო? ცხეთაში ჯვრის მონასტერზე. მე რა ჩავიცვა ნეტავ კოლონკელიძის კაბა ხომ არა? შორენა, კოლონკელიძის კაბა. ოღონდ ოღონდ ქარაფებიდან არა, გადმოფრინდებით თავის მოსაკლა. არა, ეხლა იმათ რატო კაცო, ეგეთი რაღაცები არა. ჩვენ საზეიმოთ მივდივართ. თავის მოსაკლავად კი არა. ჩვენ ვნახავთ ერთმანეთს ოღონდ არა ამ ფორმით. ისე თორნიკე ერისთავი კარგი ადამიანი იყო. მაშინ შენ ვნახავ იმ ფორმით მე რაც ვთქვი და მე გნახავ შენი ფორმით შენ როგორც იქნები მოსული. სხვა დროს. მაშინ სხვა დროს თუ ვნახავთ ერთმანეთს. სხვა დროს ჩავიცვათ, მაგრამ რატომ გადავდოთ? ვიღაცას დამატება უნდა. დავითს და პლატონს უნდა დამატება. დავამატოთ? ორივე დავამატოთ. თორნიკე ერისთავი სხვათა შორის, ჩემ შვილს იოანე თორნიკეს. თორნიკე ერისთავის სახელი ქვია სხვათა შორის. იმიტომ რომ უნდა დაბადებულიყო თორნიკე ერისთავის დღეზე 21 ივნისს უნდა დაბადებულიყო და დაიბადა 9-ში. და ვარქმევდი თორნიკე იოანე თორნიკე ერქვა თორნიკე ერისთავს. და იოანე თორნიკეს ვარქმევდი და დავტოვე ეგრე. არა, სხვათა შორის ნახე როგორ მოხდა თორნიკე. ხო დაიბადა 9-ში და მე გადავიფიქრე, ესე იგი რახან 21-ში არ დაიბადა მეთქი. დავარქმევ მარტო იოანეს მეთქი რა და დავარქვი ეს იოანე მარტო რომ მკითხა ექიმა რას არქმევო და იოანე მეთქი და შენ სხვა შვილებს რა ქვიათო რა, მკითხა, რატომ მკითხა? მე ვთქვი მატილდა მარიამი და ნიკოლოზ გეორგი და ამან რაღა დააშავა, ამასაც ორი სახელი დაარქვიო. ანუ იცი რა არის, პირდაპირ მითხრა რომ რაც უნდა დაგერქვა ის დაარქვიო რა, ზეციურმა ძალამ ჩართო ეგრე ვითარება, თორე რატო უნდა ეკითხა ეხლა ექიმს რაში აინტერესებს, ჩემს სხვა შვილებს რა ქვიათ, ხო? ხო და გამეცინა და კარგი მეთქი, მაშინ იოანე თორნიკე დავარქვათ, თქო და ესე დაირქვა ჩემს შვილს იოანე თორნიკე. ასეთი ფორმით სასწაულოდ შევხედრა ძალიან კარგი იდეაა. ხო, თამარ, ხო მოგწონთ, აი დამიწერეთ რა ძალიან თქო მოგწონთ თუ არ მოგწონთ. მე მგონი რომ ძალიან სიგიჟეც არ არის ეს, რატომაც არა, ანუ მე მაგალითად სიხარულით ხედავ ესეთ ადამიანს, რაღა მეჩოხნეები თუ ჩოხოსნები ხო არიან ჩოხებით რო დადიან რა, ისინიც გიჟები არიან? ანუ ერთი დღე, წელიწადში ერთი დღე მაინც შეგვეძლება იმ ადამიანის ფორმა ჩავიცვათ, რომელმა ადამიანმაც ჩვენს ქვეყანას სიკეთე მოუტანა, წმინდანი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც აი თუნდაც თაფლს რო წაისმევენ და რო დაწვებიან თავის მეომრებთან ერთად. რა ქვიათ მაგათ?
დემეტრე კი არა და ორი ძმანი რო არიან და რომ მივლენ და თვითონ თავისი ნებით რო დაწვებიან თაფლს წაისმევენ მზეზე. ისინი ხო წმინდანები არიან, ხო? ეხლა თაფლწასმულები არა, გაშიშვლებული თაფლწასმულები რომ მოხვიდეთ, არა უშავს მე რა. მოდით. ხო, იმას ქენით რა და დამიკომენტარეთ, ვის მოგწონთ ეს იდეა და ვის არ მოგწონთ ეს იდეა. მე მგონი მეძინება, მაგრამ ეხლა შემოგვიერთდება დავითი. დავით, შენ დავით აღმაშენებლის ფორმით მოხვალ, ხო? შევეცდები. ხო, კარგი იდეაა, დავით. მე ძალიან. როგორ? ხო, კარგი იდეაა თქო. კი, შენ რო ეგ გუში რო წამოგწდა, ხო? მე ეგრევე მეთქი გითხარი, რომ არ დაგავიწყდეს და ძალიან კარგი იდეა არის. მოსამზადებელი პერიოდიც ფაქტიურად არის და თანმიმდევრულად ლამაზად მოვემზადებით, ჩამოვყალიბდებით, დარწმუნებული ვარ, ბევრი შემოგვიერთდება. ამ რავი, ამ ქვეყანაში ცოტა სხვანაირ სიხალისესაც შემოიტანს. ხო, აი სხვანაირ სიხალისეს, რაღაც ახალს შემოიტანს, ხო ესია რა, აი აქამდე არ მომხდას შემოიტანს და რაღა ძველში ჩავიციკლოთ. ზუსტადაც რომ დაიწყება სიყვარულით ქვეყნის შენება. ძალიან ბევრი რაიონებში გავყვირი ვარ ეხლა ყველას მოგიწოდებთ რა, ყველა რაიონში ყველას მოგიწოდებთ. ჩემო ძმებო და დებო. დამენახეთ 21 მარტს რა ლამაზები იქნებით და თქვენი პროტაგონისტი, თქვენი საყვარელი პიროვნება ვინ არის? აი იმ სახით დამენახეთ რა. მე კი არ დამენახოთ, ერთმანეთს დავენახოთ. მე ხომ ძალიან მინდა თქვენი გაცნობა და თქვენც ხომ ძალიან გინდათ ჩემი გაცნობა. ასე რომ ყველა ერთმანეთს წარუდგეთ ხალისით. აი ახლა როგორც ვიცინი ხოლმე, ხო, ისე ვიქნები, მე იქს არ დავიწყებ ყვირილს, იმას რომ გავუსერიოზულე, მე მამაოს იქ რომ წირავდა იუდეური წესით. ძალიან კარგი არის. არ ვიქნები, მე ვიქნები ძალიან საყვარელი. ისე ვინც მიცნობს, მე ძალიან საყვარელი ადამიანი ვარ. ოღონდ თუ გავაბრაზდით, ძალიან ბრაზიანი ვარ. ხო და რატომ გავაბრაზოთ ერთმანეთი? მე ყოველთვის ძალიან სერიოზული ვარ და სხვათა შორის ეგ ძალიან კარგია, უფრო გავხალისდები ალბათ. ხო. გავმიხები და უფრო სხვა გზისკენ წავა ურთიერთობაც და ხალხთანაც და საერთოდ თლიან ჯამში. ის ტანზე რომ ფილი წაისვაო, იმას ცოტნე დადიანი ერქვა. ხო, ცოტნე დადიანი, ხო. მონღოლებმა რომ დაატყვევენ სამეგრელოში ხალხი და რომ შეუერთდა წაისვა თაფლი და შეუერთდა თავის მეგობრებს. ხო, გამახსენდა ახლა ცოტნე დადიანი, ეგ არც უნდა დამვიწყებოდა წესით. არ მქონდა კარგი ნიშანი, მაგრამ მასეთ რაღაცებს ადვილად ვითვისებდი და მიყვარდა სხვათა შორის ესეთი რაღაცეების ამოკრებვა და თან დაფიქსირება. ხო, მეც ეგ მომენტი ჩამრჩა ძალიან ისტორიაში რომ სწავლობდი, ამ ადამიანის საქციელმა ძალიან გამაკვირვა რა, კი არ გამაკვირვა, აღმაფრთოვანა რომ აი მე თქვი რამხელა ის არის, თანაგზნობა არის თავისი ადამიანი, მაგრამ ცოტნე დადიანი ხა, ცოტნე დადიანი რო იყო, ცოტნე დადიანი ყველა მიცის და მეც როგორ დამავიწყე, მაგრამ რატომღაც დემეტრისკენ წამივიდა გონება და დემეტრე რაშუაში ეტყობა დადიანი დემეტრეს დავაკავშირეთ. თავდებულმა ფაქტიურად ქვეყნის საქმე გააკეთა, ხო? ერის საქმე. იცი რა, სხვათა შორის, ეხლა ცოტნე დადიანი ტყუილად არ მოსულა თემად რა. ცოტნე დადიანმა რაც გააკეთა, თითქმის იმას ვაკეთებთ ჩვენც რა ეხლა. ოღონდ სხვანაირად. იმან თაფლი წაისვა და თან აუგზნო თავის მემამულეებს და ჩვენ რას ვაკეთებთ, იცი, რომ არავის მოკლა არ გვინდა. იმან იარაღით კი არ მივიდა და დასხო იმ მტერს. მივიდა და თვითონაც დაწოდა თანაგზნობა აჩვენა, რომ აი მეც მომკალითო მაშინ და ამან გამოიწვია დიდი ყურადღება მე, ხო? ეგ უნდა ვისწავლოთ ჩვენ. აი როგორც ცოტნე დადიანი, დემეტრე თავდადებული ან ფილმი თუ გვაქვს ნანახი ფილმიც რა თუ გვაქვს საკითხული სპარტაკი. მე ვარ სპარტაკი. მივხვდით?
ხო და მაგას ვაკეთებთ ახლა ჩვენ. ჩვენ ვაკეთებთ ახლა იმას, რომ ჩვენ მშვიდობა გვინდა ყველასთვის. ჩვენი ხალხისთვისაც და სხვისთვისაც რა. როგორც მეუფე ქრისტეფორემ თქვა. მშვიდობა დავურიგოთო ყველასო რა და მშვიდობას ვურიგებთ, ვზეიმობთ და გვიხარია, მაგრამ ჩვენ ვაჩვენებთ თან ამასობაში ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს ძალას, ვართ თუ არა ქართველები დარჩენილი? არის თუ არა აი ეს ნაწილი ქართველების დარჩენილი საქართველოში? იგი რიმა წერს დასავლეთიდან ვინ მოდის გამიყოლიეთო რიმა თუ ვინმე ვერ გამოვიყოლიე ბათუმიდან აუცილებლად შემოგივლი რიმა ახალაძე რიმა საცხოვი აბათქვი ნუ დაწერე შემდეგ კაი ვისაუბროთ რიმა და ყველას მოგიწოდებთ რა განსაკუთრებით მინდა ეხლა თუ მისმენს ამ ლაივში მინდა მოვუწოდო ერთ ჩემს მეგობარს ქარი ქრის ესე ქვია ქარი ქრის თუ ვიხილავ მე 21 მარტს ჯვარზე ძალიან გამიხარდება ოღონდ მართლა ძალიან გამიხარდება და თუ ქარი ქრის კიდე წამოიყვანს თავის მეგობრებსაც ისიც გამიხარდება და თუ იმას ვიხილავ კიდე იმ ფორმით რომ თვითონ რა ფორმითაც უნდა იმ ფორმით მოვიდეს თავისი საყვარელი პროტაგონისტით აი მაგაზე ხო ძალიან მაგრად გამიხარდება და ყველას ნახვა გამიხარდება უბრალოდ რა არის იცით მეგობრებო ყველას პირადში არ მოგწერთ მე მაგრამ სერიოზულად გეუბნებით თამაშით გეუბნებით სერიოზულად რა რომ თუ ამის გახალისება შეგვიძლია და ვინმეს კიდე ჩვენი გახალისება შეუძლია ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავების გახალისება ხო და გავაკეთოთ რა გავხალისდეთ ჩვენ გვიხარია რომ ჩვენ ერთმანეთს ვნახავთ ქართველი ქართველს ნახავს და ერთი აზრის ადამიანი ერთი და იგივე არა საერთო აზრების მქონე ადამიანი ერთმანეთს ნახავს ხო და ძალიან დიდია არ მიცეკმია განდაგანა და აი მანდ ვიცეკ აუ რა მაგარი რამე თქვი დასაკრავი ინსტრუმენტებიც წამოვიყოთ დონი ლაზარეს დოლი აქვს გამოვიყოლიებ თუ აქვს გავარკვევ მაგას თუ შემოგვიერთდებიან კიდე მოცეკვავი ჯგუფები ეგეც ძალიან მაგარი იქნება ლაზარე შემოგვიერთდება ვიცი მაგას უყვარს ასეთი რაღაცეები შეკრებები მის ინტერესშიც არის საერთო ინტერესშია მის ინტერესშია ხო და მე ახლა პრინციპში თუ ტელევიზია არ შემოგვიერთდა მოიწერთ უწოდოთ გადაზიარებისკენ ყველას მე მაგაზიარეთ რა გთხოვთ მეგობრებო ახლა ვთამაშობთ რა მოდი ნუ გავასერიოზულებთ საკითხებს ვთამაშობთ და ჩვენ ვითამაშოთ ბოლომდე ახლა ნახეთ ტელევიზიებს თუ ვინმე იცნობთ ძალიან გთხოვთ რომ ტელევიზიებიც ანუ ვინმე თუ იცნობთ ტელევიზიებთან კავშირი გააქვთ და დაპატიჟებთ ამ დღეს მომწერეთ და მოგწერეთ ლაივში ჩაგვერთეთ რომ აი მე ეს ტელევიზია დავაპატიჟე რომ ესეთი რაღაცას ვაანონსებთ მე მგონი ნებართვის აღება არავისგან არ გჭირდება ხო ოფიციალური ნებართვის აღება მე ვფიქრობ TV+ არის შეუძლებ არის კიდე შაშიაშვილის პატარა ტელევიზია აქვს მაგრამ ნუ შეძლებს ალბათ დავიყოლიე ალბათ ხო, ნუ პატარა ტელევიზიები იქნებიან თუ ლაივები იქნება, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. პრინციპში ჩვენ ხო ვნახავთ ერთმანეთს. და რატომ სხვებისაც მაქვს კონტაქტები, რავი შევთავაზებ, თუ მოვლია. კაი იქნება. ეხლა ვინმეს არ ეგონოს, რომ ეს რაღაცა სიბანძე იქნება, მეგობრებო. არავითარ შემთხვევაში ეს იქნება ძალიან საინტერესო სანახავი. აი, მართლა ძალიან საინტერესო სანახავი იქნება. თუ გინდა ჩვეულებრივად ჩაცმულები მოდით, მაგრამ ვისაც ესურვება მოვიდეს სხვანაირი ფორმით, ხო? აი, განსაკუთრებული ფორმით, თქვენი ხელით შეკერილი რაღაცებით მოდით რა. თუ მაინც და მაინც ახლა წმინდა ნინოს ტანსაცმელს და თამარის ტანსაცმელს არ ჩაიცვენთ და დავითის, თქვენი ხელით რასაც გააკეთებთ, პოდიუმიც იქნება თითქოს წარდგენა შენი ნამუშევრის. ბოლოს იმას მაინც მოიხურავ, რა ქვია, ყაბალახს დავიხურავ. ხო. ის მაინც მაგას. ტრადიციული რაღაც ელემენტებით, ხო? ტრადიციული ელემენტები.
რა ვიცი. მოგეთ ძალიან იდეა არის, ძალიან მომწონს. ძალიან მაგარი იდეა არის და ვისაც გინდათ რომ ჩაერთოთ მეგობრებო რომ ანახოთ თქვენ რა ფორმებით მოდიხართ და აი როგორც ახლა მე განახეთ ჩემი მეუღლის, ჩემი შეკერილის, ჩემი მოქსოვილი. ხო. ისე გვანახეთ ხოლმე რა, რომ ხალხმა იფიქროს, რომ მართლა ხალხი სერიოზულად იღებს ამას, რა, რომ თვითონაც მოემზადოს. დრო გვაქვს ჯერ. ანუ სამზად ის რომ იქნება რომ დავპატიჟებდეთ მაგალითად მე გუშინ გესაუბრე ერთ კაი ქალბატონებზე, კაი ხალხი რო არიან. ხო. მაგალითად მამისა ჯაფარაშვილი, მებრძოლი კარგია, ქალი და მის განტვირთვისთვისაც ძალიან კარგი იქნება. დაიმახსოვრე მამისა ჯაფარაშვილი. მამისა ჯაფარაშვილი, ის მაგრაფია მომისმენია, გამიგია და მაინც შევიწერ. ძალიან კარგი ქალბატონია. ნინო არის ჩხიკვაძე, ძალიან მაგარი ძლიერი ქალბატონი არის. ძალიან ბევრი შემოგვიერთდება. აუ, ბევრი შემოგვიერთდება კი არა, შენახე როგორ მაგარი იდეა არის, იცი რომ ყველა აიტაცებს რა, ყველა აიტაცებს, ვისაც გართობა სურს და ვისაც ჯერ კიდევ სული არ წაუწმევია, წარსმევია. მე შორი დავუყურებ და შორი დავიცი ვინც არიან, მაგრამ ვიცი ვინც არიან, სულით გულით. სერიოზული ხალხი მოვა. მე სერიოზული მსმენელი მყავს რომ იცოდე და ეს სერიოზული ხალხი სერიოზულად ითამაშებს. წინი არც ისინი და აი ნორმალური ჩამოყალიბებული ქართველი ქალები არის. მივხვდით ამ? მაგ ცხეთაში არის კიდე ძალიან მაგარი ქალი არის თამარი ერქვანი. აქ კაკრას გვიხურებს ლაივში, თან უთხარი რომ მეთქი შენ გესტუმრებით. ხო და მოკლედ დაჟე ფეხით ავიდეთ თუ გვინდა. ათო მე დიდგორზე ვიყავით წელს მარტის თვეში ფეხით ავედით იქ მე მაქსურები რომ ფეხით ავედით ფეხით გაგვიგვიდა მანქანა ხო და მე ვიფიქრეთ მოდი ხო არ მოუბრუნდეთ მე კი რა მოუბრუნდეთ გასო ბათუმიდან მაგითო ჩამოვედი რომ დიდგორზე ავიდე მეთქი და რაღაცა მოუბრუნდე მეთქი და ავედეთ ფეხით არა ის ჟილკა უნდა შეასრულო. უნდა შეასრულო, აბა რა. ეხა ნახე. თვითონ იმისთვის ჩამოვედი, რომ შუაგზიდან მოუბრუნდე. მაგია ფეხით კოდორი მაქვს გადმოვლილი იმ სვანეთიდან ლათა აჟარა რო არის, იქიდან სვანეთში 56 კილომეტრი თოვლში და რავი, კარბუქში. ეხლა ნახე 21 მარტი არის პარასკევი არის. პარასკევი. და მოდი იცი რა გავაკეთოთ? აი პარასკევს ვინც შეიკრიბება, ხო? პარასკევიდან შაბათ, ანუ 22-მდე, პარასკევიდან 22-მდე მთლიანად გავათენოთ და ვიზეიმოთ. და ნახე როგორი რაღაცა არის, ვინც პარასკევს ვერ შეძლებს 22-ში ხო შეძლებს მოსვლას. და იქ ახლა შეგვიძლია კარვებით წამოვიღოთ და კარვებში დავიძინოთ. ანუ ლაშქრობები ხო გაგიკეთებიათ. მე მაგალითად გამიკეთებია ეს კარვით წავსულა რა და კარვებით შეგვიძლია წამოვიღოთ, იქ დავიძინოთ და ღამით ახლა ვინც დავრჩებით, კოცონი დავანთოთ, ვისაუბროთ. ანუ ხო რა, ანუ ძალიან საინტერესო, მე მგონი ძალიან საინტერესო პლატფორმა შეიქმნება რა. რავი, ცხოვრებაში ხან სათევზაო თუ წავიდოდოდი, სოლშვილს ჩავიჟენდი მანქანაში, მთლიანი ღამეთ გავდიოდი. მე ოსეთში რო ჩავდიოდი, ცხინვალში როცა ჩავდიოდი, გზად მანქრის საცხა გავჭერდებოდი, იქ ვათენებდი ღამეს. ჩვეულებრივად თავისუფლად ხო და იცი შენ წარმოიდგინე დღეს ფულს იხდიან ასეთ გასვლებში და რაღა ფული გადაიხადოთ ხო წამოდი შევიკრიბოთ ყველანი გავუზიაროთ ერთმანეთს კი რატო უცებ გუში რო შენ რო თქვი ხო იმიტომ რომ 23-ში ახალი წელი დგება ხო 23-ში უკვე ახალი წელია პირდაპირ ახალი წელია შეგვიძლია დაჟე 3 დღე ვიზეიმოთ რა ვიცი ვისაც როგორ უნდა ახალი წელი დგება 23-ში ძალიან საინტერესო დაემთხვა რაღაცნაირი აი ეს ლაპარაკიც რიცხვიც
უცებ დაემთხვა 21 რატო გადავჭიდეთ არ ვიცი მაგი რიცხვი ვიც დარწო გუში ხო გიყურებ შემთხვევით ვით მაგრამ მე უცებ ბახტა მოტვინე თუ რას ნიშნავდა 21 და 23 ის იდეას გაწვდეს მაღლიდან მოდის ეგ აზრი ხო უცებ შეიძლება ისეთი რაღაცა თქვა რომ მე დაფიქრდე და ვაიმე რა კარგი რაღაცა ვთქვი მიხდით ესე იგი 21-ში დილით არა და შუა დღეზე უკვე ხალხი იქ დავიძრებით და წავალთ და იქ ვიქნებით 22-მდე ვიზეიმებს ღამე ეს კოცონი ავიტეხე მაგრამ ძალიან მიყვარს მე კოცონის გარშემო დაჯდომა და საუბრები და ეს რაღაცა ცოტა ისიც გავურიოთ რა ინდიელი ტომების აი ეს ნაწავი რომ აქ ნუ მოკლედ ერთი სიტყვით ხალხო ძალიან თავისუფლად რა ძალიან თავისუფლად გავთავისუფლდეთ ამდენი დაძაბულობა უკვე დავიღალეთ აღარ შეგვიძლია და გავთავისუფლდეთ და შევიკრიბოთ და ვიზეიმოთ ხო არც ერთ ადამიანს არ მოუვა ეს იდეა რომ იზეიმოს და ისე გადაატრიალოს ეს რაღაცა ისე თქვას თავისი სათქმელი ზეიმით ხო კი ბატონო მოდი და ვიზეიმოთ კაცო რა პრობლემაა ვინმე რამეს დაგვიშლის არავინ არაფერს არ დაგვიშლის თხოვთ მეგობრებო გადააზიარეთ ინფორმაცია კიდე აი ვინც გვიყურებს ხო მიაწოდეთ სხვებს რომ ვისაც ქართული სული გული გაგვაჩნია ის კი არა დღეს აი პარლამენტის წინ რაღაცა წივიან კივიან იქეთიდან მუშტი კვრივი არა ნამდვილად რეალურად ქართველებო შევიკრიბოთ გადააზიარეთ მე ჩემ ყველა გვერდზე და ყველა ჯგუფში მაქვს გაზიარებული ეხლა სხვა ჩართეთ ამრო ვიღაცა წერდა აბა ვის უნდა ჩართო კარგი დავით დიდი მადლობა მოგდეთ ძალიან დიდი მადლობელი ვარ შენი რომ გვერდში მიდგახარ ამ ხრივ რა ამ იდეაში ანუ ეს იდეა არის მე მგონი გენიალური იმიტომ კი არა რომ თავისით მოვიდა არც შემია და არც ხვისი თავისით მოვიდა ეს უნდა მოხდეს და მოხდება კიდევაც ალბათ საერთში საღამოს შემოგიერთდებით დარწმუნებული ვარ მოდი ჩართე სხვა მე გავალთ ამ აბა მოდი დაგემშვიდობები ახლა შენ და მადლობა აბა ვის უნდა შემოერთება ამ იდეასთან დაკავშირებით ვინ იტყვის რამეს ვის უნდა რაღაცის თქმა სიტყვის თქმა თამარ მაისურაძე გინდა შემოგიერთო თამარ შენი აზრი ძალიან მაინტერესებს გერმანიაში ხარ ვიცი მაგრამ შენი აზრი მაინტერესებს მოდი გადაგპატიჟებ რა ვერ გამატებს რატო ვერ გამატებს ბექა ვარდოსანიძე ბექა გამარჯობა ბექა ძალიან მაგარი იდეა გაგვიჩნდა ახლა 21 მარტს ყველანი ვიკრიბებით ჯვარზე ოღონდ ყველანი ვიცმოთ საზეიმო ტანსაცმელს ესე იგი რა საზეიმო ტანსაცმელს მაგალითად თუ შენი საყვარელი პროტაგონისტი არის ჩვენი წინაპრებიდან რომელიმე პირი იმის ტანსაცმელს ირჩევ და მისი ტანსაცმელით მოდიხარ იკერავ და მისი ტანსაცმელით მოდიხარ მაგალითად მე გავაცნე უკვე ჩემს მაყურებელს ჩემი მეუღლე რას ჩაიცმევს ჩემი მოქსოვილია და კიდევ გაჩვენებთ უნდა ვიმარიაშო აი ამას ვაცმევ ჩემს მეუღლეს ეს არის განსაკუთრებულად მოქსოვილი სხვათა შორის ძალიან ძვირიანი აი ეს ძვირი დაგვიჯდა ეს შიგთავსი რაც გავაკეთებინე და ეს მე მოვქსოვე ამას ვაცმევ ჩემს მეუღლეს მე ვიცმევ სხვა კაბას ესა საიდუმლოა ბასაიდუმლოებ რა კაბა უნდა ჩავიცე სხვები ჩაიცმევენ სხვა კაბას მაგალითად ძალიან სასიამოვნო დასანახი იქნება
იქ წმინდა ნინოების, წმინდა ქეთევნების, წმინდა თამარების, წმინდა დავითების, წმინდა გიორგების, წმინდანების დანახვა. და ყველა აირჩევს თავის წმინდანს, თავის წმინდანს აირჩევს. ალბათ ვიქნებით ძალიან ბევრი ერთი და იგივე პირები, ანუ გაიგივებული ერთი და იგივე წმინდანთან და სასიამოვნო დასანახი იქნება ეს ყველაფერი. ამასთანავე ჩვენ შეგვიძლია დავრჩეთ 21-ში ღამით, ვისაუბროთ, გავიცნოთ ერთმანეთი, ქართველი ქართველს გაიცნობს, თვალი თვალს შეხედავს, შეგვიძლია ვიმღეროთ, შეგვიძლია ვიცეკოთ, შეგვიძლია დავუკრათ, შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ. მოკლედ, როგორ ფიქრობთ, როგორი იდეაა ეს მეგობრებო რა? მაინტერესებს. მითხარით, ზოგმა თქვა რომ გიჟებაც შეგვრაცხავენო, მაგრამ შეგვრაც ხოლმე მაგის არ მეშინია პირადად მე. ყველა თავისუფალ ადამიანს ამისი არ ეშინია რომ იზეიმოს ერთობა, საქართველოს ქართველების ერთობა რომ იზეიმოს და ქრისტიანიდოს და რა ვიცი, ჩვენი წმინდანები იხილოს, ჩვენი წმინდანების საპატივცემულოდაც ერთმანეთი ნახონ, მე მგონი ძალიან კარგი აზრია. და ყველაზე საინტერესო რა იქნება, იცით? ანუ ეს წმინდანები სხვადასხვა ასაკში, გესმით? ერთი ასაკის ხო არ იქნება ყველა. სხვადასხვა ასაკის პიროვნებები ხო ჩაიცმევენ ერთი და იგივე წმინდანის ფორმას. საერთოდ მე უტოპიური აზრები მაქვს ხოლმე, მაგრამ ეს უტოპიური აზრები არც თუ ისე შეუძლებელია რომ გაკეთდეს. გესმის? შესაძლებელია ყველაფერი, მეგობრებო, ყველაფერი შესაძლებელია თუ მოხდება, თუ მოინდომებ. თუ ვერ მოინდომებ, თია გახსოვს? გახსოვს ის ორი სანთელი, რომელსაც ვანთებდი და ვერ ვანთებდი? და მე შენ რომ მოგეცი, იქნებ შენ მაინც აანთო. მე მგონი ეს ის სანთელია, რომელსაც ვანთებ და უკაცრავად ვანთებ და თან ვერ ვანთებ, ვანთებ და თან ვერ ნახავთ. თუ ქართველები ძალიან დაზიანებული არიან და ძალიან მოქცეული არიან ჩარჩოში და მატრიცაში, ისინი არ მოვლენ. მაგრამ თუ ისინი არიან ჩარჩოდან გათავისუფლებული და გასული ჩარჩოს გარეთ, მატრიცის გარეთ, ისინი აუცილებლად მოვლენ. ასე რომ თუ ვიქნებით 10 კაცი, ვიქნებით 10 კაცი. თუ ვიქნებით 100, ვიქნებით 100, თუ ვიქნებით 1000, ვიქნებით 1000. თუ ვიქნებით მილიონი, ვიქნებით მილიონი. ეხლა დაგემშვიდობებით მე თქვენ. იფიქრეთ თქვენ რას ჩაიცმევთ, მეც თანდათან გაგანდობთ რა კაბას შევიკერავ და რას გავაკეთებთ. ჩემი ხელით შეკერილი, თქვენი ხელით შეკერილი, ყველაფერი თქვენით გაკეთებული მოიტანეთ. ჩაიცვით, მოიქსოვეთ, შეიკერეთ, გვანახეთ, შეგიფასებთ, შეგვიფასებთ. ეხლა დაგემშვიდობებით და მე კიდევ ველი თქვენს კომენტარებს. დავიკომენტარეთ რა თქვენ გრძნობთ თუ არა ამ იდეაში თავს კარგად. აი, უბრალოდ ერთი წუთით წარმოიდგინეთ ეს სურათი რა, რომ აი ესე მოხდება და იქ რო ხარ და ესე დადიხარ და იქ უცნაურ ადამიანს ხედავს, უცხო ადამიანს, უпростоრად უცნაურს კი არა, უცხო ადამიანს, რომელიც თავისუფალია, აბსოლუტურად ჩარჩოებიდან გათავისუფლებულია და იმის არ ეშინია, რომ ეხლა ვიღაცა არ თქვას, რომ მე გიჟი ვარო, ეს რო ჩავიწვიო და ასე შემდეგ და წარმოიდგინეთ თქვენი თავი ამ ვითარებაში და მოგწონთ თუ არა ამ ამპლუაში თავი. აი ესეც მომწერეთ რა. თორნიკე.
ეხლა იმისი არ იყოს იოანე თორნიკეს რომ ეხვეწებოდა საბერძნეთის სახელმწიფო რომ წამოდიო და მოგვაგებინე ეს ომიო რა და არა უკაცო გამანებეთ თავიო ისა მე უკვე მონაზონი ვარო და სასულიერო იმას მივიდევო ცხოვრებასო და რაღა დროს ჩემი ხელში ხმალის აღება არისო და იმდენი მოიკლა თავია ერთად გამოცხადება ქონდა საბერძნეთის იმ ტერიტორია იმ პირს ვისაც უნდოდა რომ ომი მოეგო და მაინც თორნიკე ერისთავს მიადგა რომ ეს მომაგებინებს ომსო რა სხვა ვერავინ ვერ მომაგებინებს ომსო და არა არ შეიძლებაო ჩემი ხელში აღებაო იარაღის ხელში აღებაო ეს ეუბნებოდა და ცოცხალი თავით არ შვებოდა და საბოლოო ჯამში ეს საბერძნეთის ის პირი ვისაც აინტერესებდა თორნიკე ერისავის ომში გაწევა მივა პატრიარქთან და პატრიარქის თხოვნით თორნიკე ერისთავს გაიწევენ ომში მართლაც მოაგებინებს მე ომს თორნიკე ერისავი და ეხლა მეც არ დამაწყებინო ეხლა პატრიარქთან არ მიმიყვარ შენი დაპატიჟების გამო ხო ახლა მე მაგიჟე ურმარილის საქმე როგორ იქნება ურმარილის საქმე იქნება ისე რომ ყველა წამოვიღებთ ჩვენს რაღაცეებს სანოვაგეს რა რაც შეგვეტევა ერთ პატარა იმაში რომ მოგშვიდება რომ ჭამოთ თუ ვინმე დამფინანსებელი გამოგვიჩნდა ვინმე ჭკუამღიარული პიროვნება მაგალითად ივანიშვილი მე მგონი რომ გაგვიმასპინძლდება ეხლა ისა ბიძინა არ შემარცხინო ეხლა ესეთ მაგარ რაღაცას ვაკეთებ და მიაწოდეთ რა ხმა ბიძინას იქნებ შემოგვიერთდეს გამხიარულება მაგასაც ჭირდება კაცო ეხლა ეგრე კი არ არის ყველა ადამიანები ვართ საბოლოო ჯამში ყველა დაზაფრულები ვართ თუ ბიძინა არა იქნებ რომელიმე ერთ-ერთი მეუფე საპატრიარქოდან გამოვიჭიროთ ჭკვამღიარული ვისაც ფული აქვს მილიონერი ვინც არის აბა რომელია მილიონერი მეუფე ვინმე იცით ვინმე იცნობთ ხო და იქნებ ის დაგვეხმაროს ან თვითონ საპატრიარქო დაგვეხმაროს სინოდი დაინტერესდეს ამ საკითხით ან რა ვიცი ხაზარაძე გაიგონებს ბიძინა გაიგო ხო და თუ გაიგონებს შემოგვიერთდეს ეგეც ქართველია ალბათ ბიჭო ყველა მოსულა რა იქ არავინ არავის არ დაარტყავს და არც ბომბებს არ ესვრის შემოგვიერთდეს ბიძინაც ფული არ უჭირს იმასაც შეიკერავს რა ქვია ფორმასაც შეიკერავს და წმინდანი ბიძინაც ხომ არის ხო და შეიკეროს ბიძინას ტალსაცმელი მოვიდეს და გაგვიმასპინძლეს ჩვენ ღარიბები ვართ და ეგ ცოტა ფულიანია და იქნებ ამ საინტერესო იდეაში დაგვეხმაროს ოღონდ ბიძინა სერიოზულად გეუბნები ეხლა მე ცოტა ხუმრობით მაგრამ სერიოზულად ვფიქრობ ოღონდ მართლა მოვალ მხოლოდ იმას ჩავიცვევ რაც მაქვს ხო ვასო რაც გექნება ის ჩაიცვი სხვანაირად იაკობა იაკობა არის მეუფე იაკობი აიფონასაც დაურეკოთ აიფონით მოვიდეს ლაივში ჩაგვთოს მოკლედ ყველას გავაგებინოთ რა ყველას ძულს ყვარულს ყველას ძულსაც და ყვარულსაც ყველა მოსულა იქ იმიტომ რომ ის ერთი დღეა სადაც გელი და კრავი ერთად ძოვენ ეს ერთი დღე იყოს იმის აღსანიშნავად რომ გელის და კრავიც ერთად ძოვენ რა ხო ესე იაკობაშვილი ხედრიონელის ფორმით მოვა ოკეი მოსულა ეხლა ჰიტლერიც გამოგოცხადება იქ ვიღაც არა ჰიტლერი წმინდანი არ არის მაგრამ ზოგს უყვარს ჰიტლერი ხო იცი საქართველოს პატივცემდა და არიებს პატივცემდა მე მგონი ახლა თავბრუნ მესხმის იმდენი ვიხუმრე არა არ ვიხუმრე მეგობრებო ეს რაც ვიხუმრე ხო ეს შეიძლება სერიოზულობაშიც მართლა გავაკეთოთ მაგრამ ხუმრობით და განტვირთვით და
თხადამგელი ერთად რო ძოვენ, ხო, გვინდა რომ დავინახოთ 64-ში. 64-ში ძოვენ თხადამგელი ერთად და ხო და ჩვენ საქართველოს 64-ი გადავაქციოთ. გუშინ და ლაივთან დაკავშირებით მოვათვინიეროთ ის მგელი, მოვათვინიეროთ და გვერდში დავიყენოთ. წავედი ხა გაკოცეთ. ჰიტლერი უკვე დავპატიჟეო სტალინთან ერთად, ხო? ძალიან კარგი, დავით. დავიღალა, წავედით ახლა მე, წავედი. მედიას ფორმატ შეგიძლიათ ჩაიცვათ, მედიას მნიშვნელოვანი პირია. ყველას ბედნიერებას გისურვებთ, იხარე ქართველო ერო. ამინ, ამენით. თორნიკე. გისურვებთ ყველას ბედნიერებას, სასიამოვნო ახალ წელს და სასიამოვნო მართლა სიგიჟის ახალ წელს, ანუ სიგიჟის კარგი გაგებით. აბა გაკოცეთ, წავედი. 2:30 ხდება, უიდე.